თბილისელების ნდობის მესამედ მოპოვებაში დარწმუნებულია ქართული ოცნების მერობის კანდიდატი კახაკალაძისთვის ქალაქზე ზრუნვა პასუხისმგებლობაც არის და პატივიც. მხოლოდ ბოლო 2 თვის განმავლობაში თბილისში კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ნინი გოგიშვილის რეპორტაჟი. როგორც თბილისის მერს მიამაყება გავლილი გზა, რომელმაც უკვე დაატყო კაფეო კვალი თბილისს. განვლილი 8 წელი და სახეცვლილი თბილისი სიამაყის განცდის მთავარი წინაპირობა. ამიტომ ხელშესახებ შედეგებზე სასაუბროც ბევრი აქვს. თუმცა ახლა კახაკალაძისთვის მთავარი დედაქალაქის მომავალია. ამ მომავლის შესაქმნელად კი მოქალაქეების მხარდაჭერაა საჭირო. სწორედ ამიტომ მოქმედი და მერობის კანდიდატისთვის 4 ოქტომბერი უკეთესი მომავლის გარდამტეხი თარიღია. თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ ჭირდება თბილისს. უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროგრამა, რომელიც დავიწყეთ, ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში არსებულ პრობლემებს საბოლოოდ დაძლევს. 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნისა და დედაქალაქის ცხოვრებაში. გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყოველთვის იქნება ღირსეული და საამაყო. ჯერა 4 ოქტომბერს მესამედ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთად ავაშენებთ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. უკვე მესამედ კახაკალაძე ამომრჩევლის მხარდაჭერას ელოდება, თუმცა მანამდე ნდობა გუნდისგან დაიმსახურა. თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს. ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი ნიშნულობით. და ასე ჩემპიონის ტიტულთან ერთად მერობის ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლაც დაიწყო და 2 მთავარი დაპირებაც გასცა. თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი. ამ დაპირების გაცემიდან მალევე კახაკალაძემ დედაქალაქისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის მისაცემად ნაბიჯების გადადგმა განაგრძო. მხოლოდ ბოლო 2 თვეში გაიხსნა არაერთი რეკრეაციული სივრცე, გაგრძელდა ქუჩების რეაბილიტაცია, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესება და მათთვის მეტი ხელმისაწვდომობა კვლავაც უცვლელი პრიორიტეტია. პროგრამა ახალგაზრდებისთვის შექმნის საგანმანათლებლო მოხალისეობრივ აქტივობებს და გაუხსნის კარს მრავალ ევროპულ შესაძლებლობაზე. კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო სივრცეები, ახალი სასწავლო წელი ახალი შენობიდან, ესეც მხოლოდ 2 თვის განმავლობაში. არა მხოლოდ მოზარდებისთვის ახალი შენობიდან ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო ათობით ოჯახისთვისაც. ავარიული შენობების ჩანაცვლება როგორც თბილისის მერის ხელწერა. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, მოვახდინოთ ამ ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება ახალი თანამედროვე ქართული არქიტექტურის შენობამ ნაგებობებით. გაგრძელდა სატრანსპორტო სისტემის განვითარებისა და მეტროს სადგურების განახლების უწყვეტი პროცესი. არსებულს უკვე დაემატა 218 მეტრიანი ავტობუსიც. დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნებაც დაანონსებულია. საქართველო მარადიულია თავისი ისტორიით, რწმენით. ამ ისტორიის შესანარჩუნებლად გაიხსნა ერეკლე მეორის ძეგლი. განახლდა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეც. მიზანი ისტორიული შენობებისთვის იერსახის შენარჩუნებაა. და სწორედ ამ არაერთი განხორციელებული პროექტის უკანაა საზოგადოების მხარდაჭერა. საარჩევნო კამპანიის პერიოდში მერობის კანდიდატმა მათგან მოისმინა პრობლემები. აქტიური კამპანიის განუყოფელი ნაწილი სწორედ ამ მრჩეველთან შეხვედრა იყო. სიყვარულია ის, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. სიყვარული მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ისტორიები არ არის. ეს არის ყოველდღიური ძალისხმევა, დაუღალავი შრომა, მუდმივი ზრუნვა და მოფრთხილება. დედაქალაქის უწყვეტი სიყვარული ეს არის ის მთავარი რითიც 2017 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტები ხასიათდება. იმავე პირობით კახაკალაძე ახლაც მზადაა დედაქალაქის მერობის პასუხისმგებლობა მომავალი 4 წლის განმავლობაშიც იტვირთოს. ის გაუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს. მერტი იყოს თქვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი.